მე თამარ თაკაძე ვარ, გადაცემა ცოცხალი მიწა მწვანე არჩევანის წამყვანი. გიწვევთ ამ საინტერესო და მოულოდნელობებით სასწრაფო თავგადასავალში. შემოგვიერთდით, ერთად ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება. ეს გადაცემა ცოცხალი მიწა მწვანე არჩევანია. მე მისი წამყვანი თამარ თაკაძე ვარ. ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად საუბრობთ სოფლებზე. ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა მიტოვებულ სოფლებზე გავამახვილო. ამ მხრივ საქართველოში არც ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. თუმცა იმთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არ არის. ამ პრობლემის წინაშე განვითარებული ქვეყნებიც დგას. თუმცა მისი მთავრობები დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ ეს პრობლემა ასე თუ ისე გადაიჭრას. გადაცემის მომზადებისას ბევრი ქვეყნის მაგალითი წავიკითხე, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება მიიქცია იაპონიამ და სამხრეთ კორეამ. ამ ქვეყნის მთავრობების სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სოფლების გადარჩენაა. ისინი ძალიან კარგ პირობებს უქმნიან ახალგაზრდა ოჯახებს, რომ როგორმე სოფლებში დაბრუნდნენ და მიტოვებული სოფლების პრობლემა გადაიჭრას. ამ საკითხზე სასაუბროდ მოვიწვიოთ ქალბატონი თეონა ბაქანიძე. მოგესალმებით ქალბატონი თეონა, დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად, თუ შეგიძლიათ თქვენ თვითონ წარმოადგინოთ თქვენი თავი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მე გახლავთ ბიზნეს ადმინისტრების დოქტორი. ბოლო პერიოდში მქონდა ბიოეკონომიკასა და მწვანე ეკონომიკაში საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული. მაქვს გაკეთებული სხვადასხვა სალექციო კურსები ბიოეკონომიკის და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. უშუალოდ ჩართული მაქვს, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და აი ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო არის სწორედ ეს დაცლილი სოფლების პრობლემა. ანუ ძირითადად რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხედავთ რომ რაღაც გარკვეულწილად სოფლის მეურნეობა თითქოს მიყურადებულია. თუმცა ეს ყოველივე სოფლის მეურნეობა რომ განვავითაროთ აბსოლუტურად მოხდება შემდგომში უკვე ეკონომიკის მდგრადი განვითარება. გარკვეულწილად გარკვეული პროცენტი სწორედ უკავია სოფლის მეურნეობის განვითარებას. რადგან იცლება სოფლები, ანუ აქ რა ხდება სოფელში შობადობა იკლებს, ხომ? ძირითადად ეს განპირობებულია. ევროპაში მაგალითად ეხლა ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს დემოგრაფიული კრიზისი და სოფლების დაცვა ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში. თქვენ როგორ გონიათ ეს ნამდვილად ასეა? დიახ, ნამდვილად დემოგრაფიული კრიზისი პირდაპირ უკავშირდება სოფლების დაცვას. ანუ დემოგრაფიული კრიზისი რა არის? როდესაც სოფელი იცლება და ძირითადად სოფლად რჩებიან ხანდაზმულები. ანუ აქ რა ხდება? უკვე ახალგაზრდა თაობა ტოვებს სოფელს, ხომ? შობადობა იკლებს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა, რომელსაც მაგალითად იყენებდნენ ისინი, იგივე ვთქვათ, სოციალური გარემო რომ ავიღოთ, ხომ, სკოლები, ბაღები, სამედიცინო პუნქტები, გარკვეულწილად ნახევრდება, შემდგომ უკვე იკეტება. ანუ რა ხდება, სოფელი იცლება და მხოლოდ ხანდაზმულები ერჩებიან და ხდება სოფლის, ანუ ასე უხეშად რომ ვთქვათ, დაბერება. ფაქტიურად იცლება შემდგომში უკვე სოფელი. ერთ დავაზუსტებ კიდევ, ზოგიერთი სოფელი ჩვენთან ერთი ადამიანის ამარაა, ზოგიერთი საერთოდ მიტოვებულია და ბევრი მათგანი მიტოვებულია, მაგრამ ერთ მოსახლეობის ისა გვაქვს, სოფლებიცა გვაქვს და ბევრი სოფელი კიდევ ამას უნდა წავიკითხე სწორედ სტატისტიკა, ბევრი სოფელი 2-დან 10 მოსახლემდეა. აი ესეთ სოფელში როგორ შეიძლება ვიყრაინდეს განვითარება ბიოეკონომიკაზე? დიახ, აი სწორედ ასე ამ მხრივ უკვე სახელმწიფო უნდა ჩაერთოს სხვადასხვა გრანტებით, იგივე სუბსიდიებით. უნდა მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მთლიანად სოფლების ინტერნეტიზაცია, ანუ ინტერნეტი უნდა იყოს უწყვეტი, გზების მოწყობა უნდა მოხდეს. რადგან ახალგაზრდას მივცეთ საშუალება, მაგალითად, თუნდაც იმ ინტერნეტის გამოყენებით ონლაინ მოახდინოს მუშაობა და დაბრუნდეს სოფელში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს იგივე შემდგომში უკვე აგროტურიზმის განვითარებას, საოჯახო სასტუმროების განვითარებას და უკვე ეს არ იქნება სეზონური სოფლის განვითარება, ანუ ეს იქნება მასობრივი განვითარება. რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფომ აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოს, იმიტომ რომ რიგითი ერთი მოქალაქე ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. შესაბამისად, ამას სჭირდება გრანტების მოძიება, ამას სჭირდება სუბსიდიები, იაფი კრედიტები, რაც უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა. აი აგროტურიზმზე ისაუბრეთ, მაგრამ აგროტურიზმის ამარა მაინც ვერ დარჩება სოფელი. აი აღნიშნე კიდეც გამოცდილება რომ წავიკითხე სხვა ქვეყნების ძალიან უწყობენ ხელს მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ორგანული მეურნეობის განვითარებას და ორგანული მეურნეობის რაღაც ნიშას პოულობენ ორგანულ მეურნეობაში ამ სოფლის განვითარების. აი
თქვენ როგორ გონიათ თქვენი პროფილიდან გამომდინარე ბიოეკონომიკა რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ბიოეკონომიკა საქართველოში და რა მაგალითად რომელ რეგიონში თუ შეიძლება რეგიონების მიხედვით რაიმის განვითარება რაიმე დარგებს თუ შეიძლება რაიმე პრიორიტეტები მივანიჭოთ ამას. დიახ, ვფიქრობ რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ბიოეკონომიკის განვითარების. იგივე მაგალითად რომ წავიდეთ ისე სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას მივადგებით. ანუ იგივე ორგანული საკვები, მაგალითად ბიოეკონომიკა რა არის ზოგადად ეს არის ნავთობის ქვანახშირის ჩანაცვლება ბიოლოგიური რესურსებით, განახლებადი ბიოლოგიური რესურსებით. აი სწორედ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი ეს არის ბიოლოგიური ნარჩენების და მაგალითად აგროსასურსათო ნარჩენების გადამუშავება. აი ერთ-ერთი ვთქვათ იგივე მევენახეობის ნარჩენები მაგალითად რომ ავიღოთ და ეს ყველაფერი გადავამუშაოთ და ამ შემთხვევაში ორგანული ნარჩენებისგან შეიძლება წარმოვიდგინოს იგივე სასუქები ორგანული ბიოგაზის წარმოება მოხდეს, იგივე საკვების განამატები და აი ეს ყველაფერი მაგალითად აი ეს აგროსასურსათო ნარჩენებიც კი შეუძლია საქართველოს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. და მოხდეს ამითი სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სხვა სახით განვითარება. და აი ჩვენს ქვეყანას რა ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივა აქვს თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, ანუ ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მაგალითად ძალიან გვაქვს მაგალითად მიწები, სუფთა წყალი, ჰაერი, რაც პირდაპირ მიუთითებს ბიოეკონომიკის ერთ-ერთ განვითარების ამოსავალ წერტილზე. აი სწორედ იცით როგორ არის აი ამ შემთხვევაში ტრენინგებს იგივე რომ ვთქვათ და ასეთ ჩართულობას ფერმერისთვის ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რადგან როდესაც ჩვენ მას ტრენინგზე ვთავაზობთ ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკური ვთქვათ იგივე მისთვის საჭირო ტექნიკის გამოყენების გზებს ვასწავლეთ და უახლოეს ტექნოლოგიებს შევასწავლეთ, ამ შემთხვევაში მისი ხარჯები შემცირდება და მისი მოსავლიანობა გაიზრდება. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სწავლების შეტანას ფერმერებისათვის და თანამედროვე იგივე ტრენინგების ჩატარებას, რათა ტრადიციული მეურნეობიდან უკვე გლეხი წავიყვანოთ აგროტურიზმისაკენ, ანუ ეს გავხადოთ უფრო კომერციული ხასიათის ბიზნესი, აგრობიზნესი შევთავაზოთ და არა ტრადიციული. თქვენ ამბობთ რომ საოჯახო მეურნეობები გადავაქციოთ, როგორც თანამედროვე მომგებიან მეურნეობად, ფერმერულ მეურნეობად. ამას გულისხმობთ. დიახ, ანუ ეს ყველაფერი შესაძლებელია რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სახელმწიფოს ჩართულობით, აუცილებლად უნდა მოხდეს თანამედროვე ახალი სწავლების მეთოდების დანერგვა, მეთოდოლოგიის და ამას ჩვენ ფერმერს თუ არ მივუტანთ, არ ვასწავლით, ის თვითონ გაუჭირდება მას თვითონ ამ ყოველივეს მოძიება. თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, ხომ, ამას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მობილიზება ჭირდება და სწორედ აი ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა აი ამ მხრივაც. ხშირად მსმენია მაგალითად მყიდველისგან, რომ ძალიან კარგია ორგანული პროდუქტი, მაგრამ ვერ ყიდულობთ. ფერმერისგან მსმენია, რომ გადავიყვან ჩემს მეურნეობას, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ჯდება და შესაბამისად მყიდველი არ გვეყოლება. აი სად შეიძლება აქ იყოს ბალანსი თქვენი აზრით? ნამდვილად ასე ძვირი ჯდება ორგანული პროდუქტის მოყვანა? მე ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ იმიტომ რომ თქვენ ისაუბრეთ ახლა სასუქებზე და ბიოსასუქებზე და რამდენად ეს ჩემი აზრით არ უნდა იყოს ისეთი ძვირი. დიახ, ანუ თუ საუბრობთ ბიოეკონომიკაზე, ანუ რითი უნდა ჩავანაცვლოთ იგივე პესტიციდები. ანუ პესტიციდები უნდა ჩავანაცვლოთ მაგალითად იმ ორგანული ბიოსაკვებით, რომელსაც ბუნებისგან ვიღებთ, ხომ? მაგალითად გამოვიყენოთ ფრინველები, მწერები, იგივე ნიადაგის სხვადასხვა მავნებლებისგან დასაცავად. აი მაგალითად წყლის რაციონალური ხარჯვა რომ ავიღოთ. თუ მაგალითად ჩვენ ფერმერს ვასწავლეთ
წყლის წვეთოვანი სისტემის გარკვეულწილად გამოყენებას, ამით ჩვენ წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას მივიღებთ, ხომ? და ეს მის ხარჯებსაც შეამცირებს და შემდგომ უკვე ხარჯების შემცირება იმ საქონლის და მომსახურების, ანუ პროდუქციის ფასზეც აისახება, ხომ? და შესაბამისად უფრო დაბალი ფასით შესაძლოა შევთავაზოთ. აი იგივე ასეთი ნიუანსების გამოყენება უკვე ესეც უკვე ცნობიერებასთან და ცოდნასთან არის დაკავშირებული. ესეც უკვე ცნობიერებასთან, ცოდნასთან და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა როგორ წარმოგიდგენიათ რომ მოხდეს? აი მთავრობის ჩართულობითაც კი როგორ შეიძლება ეს მე მგონი ძალიან ძვირი დაჯდება თქვენი. საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ უნდა მოვიზიდოთ იგივე ევროგრანტები, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება უნდა ჩავთოთ და გადმოვიტანოთ ჩვენს მაგალითზე და გარკვეულწილად აი ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა სამწუხაროდ და ამიტომ უნდა ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და თუნდაც ვთხოვოთ მათ იგივე მისმა სპეციალისტებმა გარკვეულწილად რაღაცა ტექნოლოგიური ან ტექნიკური ან რაღაც ცოდნაზე დაფუძნებული რაღაც გარკვეული იგივე გარკვეული ცოდნა შემოგთავაზონ, თუნდაც ტრენინგების სახით, თუნდაც რაღაც გაიდაინების სახით, რომ შემდგომში უკვე ჩვენ ფერმერს მივაწოდოთ ეს ყველაფერი და უთხრათ, რომ არც ისეთი რთული არის აი ამ ბიოსაკვების წარმოება და მოდი იქნებ გარკვეულწილად ჩავთოთ ეს ბიოსაკვები, რადგან უკვე გარემო იმდენად არის დაბინძურებული ყველაფრით, რომ იგივე გვიჭირს კი იმ ორგანულის სურსათის შეძენა, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის უკვე მნიშვნელოვანი არის პირდაპირ გადის ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს ყველაფერი. წყალებში რომ თქვა ხელშემშლელ ფაქტორად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება იმ დონეზე, რაც საჭიროა, ასახელებენ, რომ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. კი ბატონო, შეიძლება ეს იყოს მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ისრაელის და ნიდერლანდების ეს ორი ქვეყანა მაგრამ ზიახ, ანუ გასაბათილებლად. კი ბატონო, ყველაფერი შედარებითია. გააჩნია რომელ ქვეყანას შევედრებით, ხომ? ამ მხრივ მე ვერ დავეთანხმებ იმას, რომ აუცილებლად მიწის სიმცირე განაპირობებს, ვთქვათ, იგივე ორგანული წარმოების შეფერხებას არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ცოდნაზე დაფუძნებული აგრონომია სწორედ ამას გულისხმობს, რომ აი მცირე მიწის ფართობზეც კი შევძლოთ უხმოსავლიანობის მიღება. მაგალითად ავსტრიამ თქვენ ახსენეთ, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა აირჩია, ფინეთმა აირჩია მაგალითად ცოდნა და ინოვაცია, იაპონიამ აირჩია მიტოვებული სოფლების გადარჩენა და აი თქვენ აი ამ მაგალითებიდან მაგალითად საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი რომელი მიმართულება იქნება საქართველოს რო აირჩიოს? იცით რა, მე მიმაჩნია რომ აი ყველა ამ მოდელის გარკვეულწილად კომპონენტების გამოყენებით, აი სხვადასხვა რომ ავიღოთ, შეიძლება აი ეს 4-ვე მოდელი გამოვიყენოთ, რაღაცნაირად შევაჯეროთ ეს ყოველივე და მივიღოთ აი საკმაოდ კარგი მაგალითი. აი მაგალითად ნიდერლანდები ცოდნა და ინოვაცია, ხომ? იგივე მიწის მცირე ფართობზე უხმოსავლიანობა რომ განვიხილოთ საქართველოს მაგალითზე და აი ეს დავნერგოთ. იგივე ავსტრიამ აირჩია ორგანული წარმოება, ხომ? ჩვენ გვაქვს კლიმატი, ჰაერი, ვამბობთ და გვაქვს ასევე ნიადაგი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ისე რომ მოგვცეს ორგანული ბიოსაკვების წარმოების შესაძლებლობა. იგივე მაგალითად იაპონიამ აირჩია სოფლის გადარჩენის მოდელი, ხომ? რითი უნდა გადაარჩინოს იგივე აგროტურიზმის და ადგილობრივი წარმოების განვითარების გზით, ხომ? აი ეს ყოველივე ჩვენთანაც რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ რომ სოფელი აღარ დაიცლება. თუმცა ამ შემთხვევაში ისევ და ისევ სახელმწიფოს ჩართულობა უნდა იყოს აუცილებლად. კარგით, მაშინ ასეც შეკითხვას დაგისვამთ. თქვენ რომ იყოთ სოფლის მეურნეობის მინისტრი, რა ყველაზე მნიშვნელოვან სამ გადაწყვეტილებას მიიღებდით სოფლის გადასარჩენად? ანუ პირველ რიგში აუცილებლად ბიუროკრატიას რაღაცნაირად შევამცირებდი აგროსესხების მხრივ და გლეხისთვის უფრო ხელმისაწვდომს გავხდიდი იაფ კრედიტს, აგროსესხს, რათა მას მოეხდინა აი ამ აგროსესხით და იაფ კრედიტით თანამედროვე ტექნიკის შეძენა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ამის
ვთქვათ, იგივე წარმოებაში. ასევე შევთავაზებდი აუცილებლად დაზღვევის სისტემას და თავდაპირველად აუცილებლად გავაკეთებდი სუბსიდირებას დაზღვევაში, იგივე გვალვის მხრივ, სეტყვის მხრივ. გვაქვს ეს პრეცედენტი და დღეს მუშაობს აი ეს სადაზღვევო სისტემა, თუმცა უფრო კომპლექსურად და უფრო მეტად ჩართულობით გავაკეთებდი ამ ყველაფერს და დროებით სახელმწიფოს მივცემდი სუბსიდირების საშუალებას და შემდეგ უკვე ფერმერი გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად შეძლებდა ამ ყველაფრის გადახდას. და ასევე აუცილებლად მოვახდენდი ყველა სოფელში ინტერნეტიზაციას, ანუ აუცილებლად ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, რადგან ახალგაზრდას შეეძლოს თქვათ ონლაინ მუშაობა, აუცილებელი არის ეს ყველაფერი, რადგან თუნდაც თავისი აგრობიზნესი ვთქვათ, ან ეკოტურიზმი, რასაც ის აკეთებს, უნდა მოხდეს ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე სამყაროში თუ არა ინტერნეტის სხვა მხრივ ალბათ ვერც გავაცნობდით აი ამ გარკვეულ იგივე საოჯახო სასტუმროები, ვთქვათ თუ გარკვეული სეზონური ხასიათი აქვს მის აი ამ სოფლად დაბრუნების აგრობიზნესს. და შევთავაზოთ აი ასეთი წამახალისებელი პროექტები, სუბსიდირებები, IAF კრედიტები, IAF-ის ესხები, იგივე გრანტები სახელმწიფომ უნდა მოიზიდოს და აინტერესოს სხვა ქვეყნებით. ერთი ეკონომიკური პროგრამა უნდა იყოს ისეთი, რომელიც სოფლის აგრარულ მიმართულებას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას და რომ არ იყოს ამოგლეჯები და კონტექსტიდან ამოვარდნილივით რაღაც პროგრამები. ეს უნდა იყოს ჩემი აზრით რაღაც საერთო აგრარული ეკონომიკის დიახ, საერთო ხედვა უნდა არსებობდეს. კი ბატონო, კომპლექსურად უნდა მოხდეს შეჯერება და არა მარტო მაგალითად ფერმერი, სხვადასხვა სფეროდან უნდა იყვნენ მკვლევარები ჩართულები და თავიდან უნდა ასე ვთქვათ, სული შთავბეროთ აი ამ მიტოვებულ სოფლებს. მეც ვფიქრობ მაგას, იმიტომ რომ არა მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებაა საჭირო, სოფლის განვითარებაა საჭირო ზოგადად და ამ ორი კომპონენტის ერთობლივად კარგად მუშაობა ალბათ მიტოვებული სოფლების რიცხვსაც შეამცირებდა საქართველოში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. შემოგვიერთდით, ერთად ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.